უცხოელთა დასაქმებაზე რეგულაციები ძალაში 2 დღეში შედის, თუმცა ბიზნესი ამბობს, რომ შესაბამის დადგენილებაში კვლავ არაერთი ბუნდოვანება. ამ და სხვა თემებზე გიყვებით რამდენიმე წუთში. ბიძინა ივანიშვილისთვის სანქციები საერთოდ არ არის აქტუალური, ამბობს ირაკლი კობახიძე. მისი თქმით, აქტუალური მისთვის და ყველასთვის შეერთებულ შტატებთან სტრატეგიული პარტნიორობის განახლებაა. იანვარში კომერციული ბანკების და მიკრობანკების წმინდა მოგება 19%-ით 283,3 მილიონ ლარამდე გაიზარდა. მოგებიანობით პირველ ადგილზეა საქართველოს ბანკი, მეორეზე კი TBC, მესამე ადგილს 9 მილიონით ლიბერთი იკავებს. საღამოშიდობის BMG-ის გუნდის წევრებთან ერთად საქმიან საღამოს წარმოგიდგენთ. ჩვენი ავგადაცემის ავტორები გიორგი თოლორდავა და ბექა ბაციკაძე ვართ. დავიწყოთ. ვიწყებთ პრემიერ-მინისტრის განცხადებით, რომელიც ბიზნეს სექტორისთვის ერთგვარი დამამშვიდებელი ტრანკვილიზატორის როლს ასრულებს. ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ ქვეყანაში არც ერთ ბანკს და არც ერთ ტელეკომპანიას პრობლემა არ შეექმნება თავისუფალ ბაზარზე, სადაც სტაბილურობას როგორც წესი მაკროეკონომიკური მაჩვენებლები და რეგულატორის დამოუკიდებლობა განსაზღვრავს, ასევე დემოკრატია აღმასრულებელი ხელისუფლების მხრიდან ასეთი ვერტიკალური კონტროლის აპირება საინტერესო პრეცედენტია, თუმცა ინვესტორებისთვის მთავარი კითხვა რჩება, ეფუძნება თუ არა ეს იმშვიდე ბაზრის ფუნდამენტურ სიმყარეს თუ მხოლოდ პოლიტიკურ კეთილნებას. საბანკო სექტორზე საუბრისას გვერდს ვერ ავუვლით ახალი მოთამაშის შესაძლო გამოჩენას. პრემიერ-მინისტრის პოზიცია ამ შემთხვევაში ცალსახაა. თუ ბანკი კანონის სრული დაცვით იქმნება, მაშინ მასზე ლიცენზია უნდა გაიცეს. თუ კანონის დაცვით იქმნება საქართველოს კომერციული ბანკი, და რამდენადაც ვიცი, ტელეკომპანიას არ ეზღუდება კომერციული ბანკის ჩამოყალიბება, ამ შემთხვევაში ბუნებრივია უნდა იყოს დაცული თანასწორობის ძირითადი უფლება და ლიცენზია უნდა გაიცეს. მაგრამ საუბრობთ დიდი ბრიტანეთის მიერ დასანქცირებულ ტელეკომპანიაზე. მის მიერ ბანკის შექმნა იმისთვის, რომ თავი გადაირჩინოს და ამაზე ეროვნული ბანკის მხრიდან ლიცენზიის გაცემა. იქნება თუ არა ამ ტელევიზიის დახმარება სანქციებისთვის გვერდის აუზში. მე რამდენად თქვით სიტყვა გადარჩენა. არაფერი გადასარჩენი არ ჭირს ტელეკომპანია იმეს და არც ტელეკომპანია პოსტის. არაფერი გადასარჩენი არავის არ ჭირს ამ ქვეყანაში. არც ეს ქვეყანა არის გადასარჩენი, არც ტელეკომპანიებია გადასარჩენი, ყველაფერი არის ძალიან კარგად. ამ სიტყვის გარეშე ვისაუბროთ მაშინ, თუ ეროვნული ბანკი გასცემს ლიცენზიას ბანკისთვის, რომელიც უნდა დაფუძნდეს ტელეკომპანია იმედის მომსახურედ. ეს იქნება თუ არა ეროვნული ბანკის მიერ სანქციებისთვის გვერდის აუზში მონაწილეობის მიღება. არაერთი შემთხვევაში ეს იქნება საქართველოს კონსტიტუციის დაცვა, მედიის თავისუფლების ძირითადი უფლების დაცვა, სამეწარმეო საქმიანობის ძირითადი უფლების დაცვა, მხოლოდ ასე შეიძლება შეფასდეს ასეთი შეასრულო აქტი. სანამ ახალი ბანკის ირგვლივ პოლიტიკური თუ სამართლებრივი დისკუსია გრძელდება, რიცხვები თავისას ამბობენ, საქართველოში ბანკის დასაფუძნებლად მინიმალური საზედამხედველო კაპიტალი 50 მილიონ ლარს შეადგენს. ეს არის ის ფინანსური ცენზი, რომელიც ბაზარს არკვალიფიციური მოთამაშეებისგან იცავს, თუმცა თანამედროვე ეკონომიკაში 50 მილიონი მხოლოდ ბილეთია დარბაზში შესვლისთვის. მთავარი თამაში ტექნოლოგიურ გამართულობასა და მომხმარებლის ნდობის მოპოვებაზე გადის, რაც ზოგჯერ ბევრად ძვირიჯდება, ვიდრე საწესდებო კაპიტალი. ფინანსური სექტორიდან შრომის ბაზარზე გადავინაცვლოთ, სადაც გაურკვევლობის ხარისხი პიკს აღწევს. დამსაქმებელთა ასოციაცია ღიად საუბრობს იმაზე, რომ უცხოელთა დასაქმების ახალი წესების ძალაში შესვლის მიუხედავად, ბიზნეს ისევ ის კითხვები აქვს, რაც განხილვების ეტაპზე ჰქონდა. ეს გავს მოძრავ მატარებელში ასვლას, როდესაც მგზავრმა არ იცის, თუ საით მიდის შემადგენლობა. რეგულაციური გაურკვევლობა კი, როგორც ვიცით, ბიზნესისთვის ყველაზე ძვირად ღირებული ბუფუნებაა. გამოწვევა არის, რომ ძალიან მოკლევადით ადრე გამოქვეყნდა ეს დაზუსტებული რეგულაციები, რომლებმაც ძალიან ბევრი გაურკვევლობა გამოიწვია, არის კითხვები, რომლებზეც ჯერჯერობით ძალიან ზოგადია პასუხები, ძალიან, ასე ვთქვათ, ხანგრძლივი პროცედურა უცხოელის დასაქმების და ჩართულია სახელმწიფო თვითონ გვთავაზობს კადრებს, აი ამაში დრო იხარჯება, შესაბამისად ვფიქრობთ, რომ ეს შეიძლება ტვირთი იყოს დამატებითი ბიზნესისთვის და ეფექტიანობა დააკარგინოს ბიზნესს. ასევე არის შრომით კოდექსთან დაკავშირებული
განვითარებული თქვათ საკითხებიც ფაქტობრივად გამოდის, რომ დღეს უცხოელის დასაქმება ახალი რეგულაციების პირობებში გამოსაცდელი ვადით შეუძლებელი იქნება. ღია არის კითხვები არსებულ ესე ვთქვათ პროექტებს როგორ შეეხება უკვე დასაქმებულ პირებთან მიმართებაში იქნება ეს ესე ვთქვათ მოუწევ თუ არა მათ თავიდან შერჩევის პროცედურის გავლა თუ შესაძლებელი იქნება მათთან ურთიერთობის გაგრძელების მექანიზმის ამოქმედება. ყველა ის პირი, ვისთანაც მომსახურების ხელშეკრულება იდება, ნარდობა იდება თუ ნებისმიერი ხელშეკრულება, რომელიც ვთქვათ კონკრეტული საქმის შესრულებას ემსახურება და ამის სანაცვლოდ უცხოელი იღებს ეკონომიკურ სარგებელს, ეს ჩაითვლება თუ არა რეალურად იმ პირობის დაგმაყოფილებად, რომ შემდგომ ეს პირი დარეგისტრირდეს თვითდასაქმებულ უცხოელად და ასე შემდეგ. და რეალურად ამ შემთხვევაში სრული გაურკვევლობაა, იქიდან გამომდინარე, რომ რეალურად დადგენილებასა და კანონთან მიმართებით არსებობს გარკვეული კითხვები. ამ ფონზე ჯანდაცვის მინისტრი ცდილობს დაამშვიდოს სექტორი და აცხადებს, რომ ამ რეფორმას ხარჯების მასშტაბური ზრდის პოტენციალი არ აქვს, თუმცა იურისტები და ბიზნეს კონსულტანტები საპირისპიროს ამტკიცებენ, როდესაც შეზღუდვები ეხება არა მხოლოდ დაბალკვალიფიცირებულ მუშახელს, არამედ უცხოელ მენეჯერებსაც, პრობლემა ხდება არა მხოლოდ ფინანსური, არამედ ინსტიტუციური. მენეჯერული რესურსის ხელოვნური შეზღუდვა შესაძლოა იქცეს იმ ბარიერად, რომელიც საერთაშორისო კომპანიებს საქართველოში ოპერირების სურვილს დაუკარგავს. კურიერებზე შემიძლია ვთქვა, რომ ეს არის იმ კატეგორიის შრომა, რომელზეც თავისუფლად შეიძლება ადგილობრივი შრომითი რესურსებით მთელი ამ მოთხოვნილების დაკმაყოფილება. ეს უცხოური სამუშაო ძალა ამ კონკრეტულ სექტორში უფრო იაფი სამუშაო ძალა იყო ვიდრე ადგილობრივი და საბოლოო ჯამში ვიღებდით იმ შედეგს, რომ თვითონ ადგილობრივი კადრები პრაქტიკულად სამსახურის გარეშე რჩებოდნენ და მეორე თვითონ სერვისის მიღებისთვისაც უკვე სერვისის ხარისხი ვარდებოდა. ჩვენ არ გვინდა რომ ადგილობრივი შრომით ბაზარზე, სადაც მოთხოვნა მაღალია, მიგრაციული შრომითი რესურსი კონკურენციაში შევიდეს. მარტივია. დათვლილია რეალურად, რომ ანუ ადგილობრივი რესურსი დიახ, გლოვოს მომსახურებას თუ გულისხმობ, გლოვოს მომსახურება არის კომფორტის მომსახურება და კომფორტის მომსახურებას შესაბამისი ანაზღაურება უნდა ქონდეს. საქმეს აღამოს ვასრულებთ უკვე საფონდო ბირჟების მიმოხილვით, აქ კვირაც უნდა შევაჯამოთ გარკვეულწილად, რადგანაც ერთ-ერთი ყველაზე მძიმე კვირა აღმოჩნდა ეს ამერიკული საფონდო ბირჟისათვის. ძალიან მკვეთრი ვარნა ვიხილეთ, მარტივად რომ ვთქვათ, გუშინდელ სავაჭრო სესიაზე 1.5% დაეცა ინდექსები, დღესაც დაღმასვლა გვაქვს და თან ყველაზე უარესი ის არის, რომ ბაზარი არა რეალობის, არამედ მომავლის მოლოდინშია, მომავლის, რომელიც საკმაოდ ნეგატიურად გამოიყურება ამ წუთების გადმოსახედი და ვინაიდან არის სერიოზული რისკები და მოლოდინები იმისა, რომ შეიძლება მართლაც ირანთან მიმართებით დაიწყოს სამხედრო დაპირისპირება ამერიკის შეერთებული შტატების მხრიდან და აქ საფონდო ბირჟის ზრდაზე ფიქრი ჯერჯერობით არის ნაადრევი. ამიტომაც, როგორც ხედავთ, კვირის შემაჯამებელ, ასე ვთქვათ, შეფასებაში ვხედავთ კიდევ დაღმასვლას, S&P 500-თან -0.5%, Dow Jones-ი -1%-ს აფიქსირებს, Nasdaq-თან -0.83% გვაქვს ამ წუთებისათვის. კომპანიებსაც გადავხედოთ, Nvidia, რომელმაც რეკორდული შედეგები დააფიქსირა გუშინ და ყველანაირ მოლოდინებს გადააჭარბა, გუშინვე დაეცა 5.5%, დღეს დამატებით -2%-ს აფიქსირებს იგი. Apple-საც კლება აქვს, Microsoft-ი -2%-ითაა წარმოდგენილი, Meta -2%, Saudi Aramco-ც კი დაეცა, ის -3%-ს აჩვენებს. მოკლედ, როგორც ხედავთ, ყველა მსხვილი ამერიკული კომპანიის შეფასება ამ ეტაპზე არის შემცირებული. ეს ყველაფერი ისევ და ისევ უკავშირდება უკიდურესად ნეგატიურ მოლოდინებს ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან მიმართებით. აქვე ევროპასა და აზიაზე ვისაუბროთ. ევროპული ინდექსი პირიქით იზრდება, კაპიტალის როტაცია გრძელდება ამერიკიდან, ევროპისა და აზიის მიმართულებით და სტოქს 600 ინდექსი გაიზარდა დღეს 0.24%-ით. მატება ჰქონდა შანხაისაც +0.29, ნიკეისთან კი +0.16%. ნიკეი ამჟამად რეკორდზეა, შანხაი რეკორდულ ზონაშია, ხოლო სტოქს 600 ახალ რეკორდზე ავიდა. ასევე სამხრეთკორეული ინდექსიც რეკორდულ ზონაშია და ინდოეთის ფლაგმანური ინდექსიც ამჟამად რეკორდზე იმყოფება. აი ასეთი კაპიტალის როტაცია გვაქვს სოფლის მასშტაბით. აქვე ბუნებრივ არისსა და ნავთობზეც უნდა ვისაუბროთ. ნავთობი არის დღეს გაძვირებული ძალიან მკვეთრად 3%-ით, უკვე ბრენდის ფასი $73 უახლოვდება, WTI-ის ფასი $67 პარაგრაფშია. მატება გვაქვს ასევე გაზთანაც ის 1.5%-ით გაძვირდა, მეგავატის საათი ენერგიის ღირებულება, როგორც თავად ხედავთ, 32 ევროს აჭარბებს. ასევე იმატებს ოქროს ღირებულება,
რა თქმა უნდა, რისკები გაზრდილია და უფრო ძვირდება. უნცია მეტალის ფასი არის $5,236, ვერცხლთან გვაქვს პლუს 6%. როგორც ხედავთ, ზრდის მაჩვენებელი ერთ პერიოდში არის 84%, ოქროსთან, ხოლო ვერცხლთან 200%-ზე მეტი. ეს ყველაფერი უკავშირდება სწორედ რისკების არსებობას. ამ ყველაფრის ფონზე, როცა საფონდო ბირჟა ეცემა ამერიკული, რა თქმა უნდა, იკლებს კრიპტობაზრის შეფასებაც -1% გვაქვს. ბაზრის შეფასება 2,350 მილიარდის ფარგლებშია. ბიტკოინის ფასი შემცირდა და ამჟამად ის არის 65,800, ხოლო ეთერიუმი $1900 ევაჭრება, კლება 2-დან 4%-ის ფარგლებშია. კაპიტალიზაცია 233 მილიარდი გვაქვს ეთერიუმთან, ბიტკოინთან $1,316 მილიარდი. აქ უნდა ვისაუბროთ ლონდონის საფონდო ბირჟაზე, სადაც ქართული კომპანიების აღმასვლა გრძელდება. დღეს საქართველოს ბანკი ავიდა შორის ახალ რეკორდზე, მან 1.31% აჩვენა, როგორც ხედავთ, ფაქტობრივად ვერტიკალურად გამოიყურება მისი ჩარტი, ბოლო პერიოდშიც და არის დრამატული, ერთწლიან პერიოდში ლამის გაორმაგებულია უმსხვილესი ქართული ბანკის საბაზრო კაპიტალიზაცია ლონდონის საფონდო ბირჟაზე. ასევე ზრდის დინამიკა აქვს ბოლო პერიოდში TBC-საც, დღეს +1.59%. შედეგი, რაც ბოლო პერიოდშია ნამდვილად დამაკმაყოფილებელია, თუ ეს დინამიკა ასე გაგრძელდა, ალბათ ერთ თვეში უკვე TBC-ც მიაღწევს ახალ რეკორდულ შეფასებას. ეროვნულ ვალუტას რაც შეეხება, დოლარის კურსი ამ ეტაპზე გვაქვს 2.67, ევროს კურსი გვაქვს 3.15, ხოლო სტერლინგის კურსია 3.60. და ბოლოს აქვე ორიოდე სიტყვა ტრადიციულად უნდა ვთქვათ Foresight-ის ლარის ფონდზე, რომელიც საშუალებას გაძლევთ თანხა განათავსოთ ფონდში და მიიღოთ ფინანსური სარგებელი. მისი მოცულობა კი წრეულად საშუალო სტანდარტულში ადგენს დაახლოებით 9%-ს ანგარიშზე 50,000 ლარზე მეტის ქონის შემთხვევაში კი სარგებელი ახსებს 10%-ს. ეს არის წლიური ამონაგები, რომელიც გვერცხებათ. ყოველდღიურად Foresight Investment Group კი არის ეროვნული ბანკის მერეგულირებული და ლიცენზირებული კომპანია. მოკლედ, აი ასეთი ვითარება გვაქვს ჩვენ პარასკევის მიწურულს გლობალურ საფონდო ბირჟებზე, როგორც ხედავთ, ეს კვირა სახარბიელო ამერიკული საფონდო ბაზრისათვის დიდად არ ყოფილა და იმედი ვიქონიოთ, რომ წინ უკეთესი კვირები გველის. ხოლო საქმეის აღმოს დასრულების შემდეგ თქვენ წინ გელით დევარგელანდია საბრძოლო გადაცემა წერტილი, რომლის ანონსაც სწორედ ახლა გაგაცნობთ. იმედის ბანკი დიდი ბრიტანეთის მიერ სანქცირებული ტელეკომპანია საკუთარი ბანკის გახსნას აანონსებს. ნიშნავს თუ არა ეს ქართული ბანკების მიერ სანქცირებული კომპანიისთვის საბანკო მომსახურების გაწევაზე უარის თქმას. რა არის საჭირო ქვეყანაში ბანკის შესაქმნელად და რა რისკის ქვეშ დააყენებს მთელ საფინანსო სისტემას საქართველოს ეროვნული ბანკი სანქცირებული ჰოლდინგის მფლობელებისთვის საბანკო ლიცენზიის გაცემით. დღეს საღამოს 10:30-ზე BMG TV-ზე ფინანსისტი და ბიზნესის მრჩეველი ნიკოლოზ შურღაია წერტილში თელარა გელანტიასთან ერთად. მსოფლიო ამბებს წარმოგიდგენთ Global Auto Import. მსოფლიო ამბების ბლოგი დავიწყოთ ჟენევაში მიმდინარე მოლაპარაკებებით, სადაც ამერიკის შეერთებული შტატები და ირანი საუბრობდნენ ბირთვულ შეთანხმებაზე, მათ შორის ერთ-ერთი პუნქტი იყო, თუმცა ეს საუბრები უშედეგო დასრულდა. ყოველ შემთხვევაში კონკრეტული რაღაც შეთანხმება არ ყოფილა. ოფიციალურმა თეირანმა კვლავ უარი განაცხადა ვაშინგტონის ძირითადი მოთხოვნების შესრულებაზე. განმარტებისთვის განხილვის თემები იყო ფორდოს, ნათანზისა და ისპაჰანის ბირთვული ობიექტების სრული განადგურება და ბირთვული პროგრამის გაუქმება, ასევე გამდიდრებული ურანის მარაგების გადაცემა, ბალისტიკური რაკეტების არსენალის დიდი ნაწილის განადგურება და მათ წარმოებაზე უარის თქმა და ასევე ტერორისტულ ორგანიზაციების დაფინანსების შეწყვეტა, რადგან ირანმა კიდევ ერთხელ განაცხადა უარი. როგორც ირკვევა, ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი დონალდ ტრამპი თეირანისგან ბირთვულ იარაღზე უარის თქმის მყარ გარანტიებს ითხოვდა, რამაც აიათოლას ხელისუფლებისგან კონკრეტული დაპირება ვერ მიიღო, მოკეთ ამერიკის შეერთებული შტატების მხარებ. თავის მხრივ ირანის აგრარულ საქმეთა მინისტრმა აბას არაღჩიმ, რომელიც იყო ამ შეხვედრის ერთ-ერთი მონაწილე და მოლაპარაკებებში ის არის სწორედ ჩართული, თქვა, რომ ეკონომიკური სანქციების გაუქმების გარეშე ვერავითარი შეთანხმება ვერ შედგებოდა. არაღჩიმ ასევე თქვა, რომ ეს საკმაოდ კარგი შეხვედრა იყო, კონსტრუქციული წინა შეხვედრებისგან განსხვავებით, ასე ვთქვათ, გარკვეული ინტენსივობა, ასე ვთქვათ, ამ შეხვედრას გააჩნდა ასთა გაცვლა გამოსვლაში. მან იმედი გამოთქვა, რომ დიპლომატიური პროცესი არ გაიყინება და მორიგი შეხვედრა უახლოეს მომავალში ჩაინიშნება, თუმცა კაცმა არ იცის ეს პროცესი გაიყინება თუ არა. 10 დღიანი ვადა, რომელიც დონალდ ტრამპმა მისცა აიათოლას ხელისუფლებას, კვირის ბოლოს იწურება დაახლოებით. საფონდო ბირჟებიც
დაიხურება ცოტა ხანში დაიხურება და კაცმა არ იცის რა შეიძლება მოხდეს. დაძაბული გეოპოლიტიკური ვითარების შემდეგ პოლიტიკური ვითარება დაძაბული ისედაც არის, მაგრამ აი მოლაპარაკებების შემდეგ ნავთობზე მაღალი ფასები შენარჩუნდა. ექსპერტები ელოდებიან, რომ ასე ვთქვათ, ახლო აღმოსავლეთში ვითარება კიდევ უფრო დაიძაბება, თუ გავითვალისწინებთ იმასაც, რომ ამერიკის შეერთებულ შტატებს სამხედრო ძალების მობილიზება პრაქტიკულად დასრულებული აქვს, რაღაც. ყველაფერი მიიყვანეს პერიოდი იყო და ნავთობის ფასებზე რა თქმა უნდა ეს უარყოფითად აისახება ზრდის მიმართულებით, რისკები გაზრდილია მოლოდინის რეჟიმში გადასული მთელი ბაზარი მოკლედ ამბობ. კაი, ყველაზე დიდი რისკი არის სწორედ აი ამ შაბათ კვირას, საფონდო ბირჟის დახურვის შემდეგ, რადგანაც ვიცით, რომ ტრამპი ასეთ გადაწყვეტილებებს სწორედ ბირჟის დახურვის შემდეგ იღებს, რათა ბაზარზე არ აისახოს რყევები, ეს მას რა თქმა უნდა არ უნდა. კიდევ ერთი კონფლიქტი და მისი პოტენციური მოგვარება არის რუკაზე, ეს არის რა თქმა უნდა რუსეთ-უკრაინის ომი, რომელიც უკვე მეოთხე წელიწადია გრძელდება და მისი დასრულების გეგმა, რაღაცნაირად იყოსავით თითქოს წინა წლის დასაწყისში, მაგრამ ეგ გეგმა ისე გაქრა, რომ მასზე აღარ საუბრობენ, არც მინერალების შეთანხმებაზე გვითქვამს, უკვე დიდი ხანი არაფერი, არც ტერიტორიების გასვლაზე, რაღაცნაირად გაიყიდა მოლაპარაკების პროცესი და დღეს გახდა ცნობილი, რომ აბუ-დაბიში, მოკლედ, მომავალ კვირას უკვე აღდგება მოლაპარაკების პროცესი და ეს არ იქნება მაღალი დონის შეხვედრები, უფრო დიპლომატიური შეხვედრები იქნება, რათა მომზადდეს ნიადაგი უკვე ლიდერების შეხვედრისათვის, სადაც წესით ზელენსკი და პუტინი ერთმანეთს ომის დაწყების შემდეგ პირველად შეხვდებიან პირისპირ. სანამ ეს შეხვედრა გაიმართება იქამდე რაღაც საკითხებზე უკვე საჭიროა შეთანხმების მიღწევა, ტყუილად ხომ არ შეხვდებიან ლიდერები ეგერთი და მეორე ის არის, რომ არის რაღაც საკვანძო საკითხები, რაზედაც არც ერთი მხარე დათმობაზე უბრალოდ არ მიდის და ამას უკვე ამერიკაც აღიარებს. თუ აქამდე ტრამპს ჰქონდა რაღაც პოზიტიური მოლოდინები იმისა, რომ საერთო ენას გამონახავდა და რომელიმე მხარეს რამეს დაათმობინებდა, გამოჩნდა, რომ ასე არ არის და ტრამპი იმასაც კი ამბობს, რომ რაღაც ივნისი-ივლისის პერიოდის შემდეგ უკვე ამერიკა საერთოდ ჩაეხსნება მოლაპარაკების პროცესს, თუ იქამდე არ იქნება მიღწეული გარკვეული სახის შეთანხმებები. ეს არის მორიგი მეოთხე რაუნდი უკვე, რაც მომავალ თვეს არის რეალურად დაგეგმილი, რა შედეგს გამოიღებს. ნამდვილად არ ვიცით, უკვე პოზიტიური მოლოდინები ამ მიმართულებით ფაქტობრივად სრულად გაქრა. არც არავინ ფიქრობს იმას, რომ რაღაც ერთ კვირაში ან ორ კვირაში ომი დასრულდება, პირიქით, უკრაინაც გარკვეულწილად ომის გახანგრძლივებისთვის ემზადება, ფინანსურადაც და ტექნიკურადაც და რუსეთშიც ზუსტად იგივე განწყობაა და ძალიან მოულოდნელი იქნება თუ ახლა მომავალ კვირას მიაღწევენ მხარეები რაიმე სახის ურთიერთშეთანხმებას, რომლის წინაპირობაც ყოველ შემთხვევაში ამ ეტაპზე ობიექტურად არ არსებობს. კი ბატონო, ამასობაში საერთაშორისო სავალუტო ფონდის აღმასრულებელმა საბჭომ უკრაინისათვის 8.1 მილიარდი დოლარის მოცულობის 4 წლიანი სესხი დაამტკიცა, საიდანაც 1.5 მილიარდი პირდაპირ დაყოვნების გარეშე გადაირიცხება ბიუჯეტის მხარდამჭერი კრედიტია. აღნიშნული ტრანშის დამტკიცება უკრაინას გზას უხსნის უკვე ევროკავშირის მიერ დაანონსებული 90 მილიარდი ევროს მოცულობის დაფინანსების მიღებაზეც, რაც სამხედრო კონფლიქტის მეხუთე წლის დაწყების თვის ძალიან მნიშვნელოვანი იქნება. მოკლედ IMF-მა მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება მიიღო უკრაინისათვის ომი პრიტი დღე მძაფრდება ენერგეტიკულ ობიექტებზე თავდასხმები არის ახალი ტაქტიკა რუსეთის შესაბამისად აი ენერგეტიკის მიმართულებით გარკვეული ჩარეების განხორციელება უკრაინისათვის არის კრიტიკულად მნიშვნელოვანი და ამასთან დაკავშირებით უკრაინული მხარეც აცხადებს და დიდ მადლობას უხდის IMF-ს ამ ჩართულობისთვის და კრედიტისთვის. ასევე მნიშვნელოვანია რომ საერთაშორისო სავალუტო ფონდის მმართველმა დირექტორმა კრისტალინა გეორგიევამ, რომელიც აქტიურად იყო ჩართული ამ სესხის დამტკიცების პროცესში, განაცხადა, რომ 8.1 მილიარდი დოლარი ქვეყანაში კორუფციასთან ბრძოლას მოხმარდება, ასევე ენერგეტიკული ბაზრებისა და საგადასახადო სისტემების სტრუქტურულ რეფორმირებას ითვალისწინებს. ასევე ანალიტიკოსები გადაწყვეტილებას დადებითად აფასებენ ცხადია, რადგან არსებული 52 მილიარდიანი ფინანსური დეფიციტის და უკიდურესად მაღალი გეოპოლიტიკური რისკების ფონზე კრიტიკულად მნიშვნელოვანი ახლა უკრაინისათვის ნებისმიერი ფინანსური დახმარება, რომელსაც საერთაშორისო ინსტიტუტებისგან მიიღებს. ასევე ვთქვათ, რომ საერთაშორისო სავალუტო ფონდს აქვს გაკეთებული წინასწარი პროგნოზი უკრაინის ეკონომიკურ ზრდასთან დაკავშირებით 2026 წელს 1.8-დან 2.5%-მდე ფარგლებში პროგნოზირებს ეკონომიკურ ზრდას, რაც შეეხება ინფლაციას, მოვალიან, რომ ის განახევრდება და 6.1%-ის ფარგლებში იქნება, გაუტოლდება ამ მაჩვენებელს, ნახე მიზნობრიდან დაახლოებაზე აქ რა თქმა უნდა ჯერჯერობით საუბარი არ არის. ხო, აქვე უნდა ვისაუბროთ კიდევ ერთ კონფლიქტზე, რომელიც პოტენციურიდან უკვე
რეალურ კონფლიქტად იქცა, მაგრამ მას საერთაშორისო მედია დიდ ყურადღებას არ უთმობს. ეს არის პაკისტანის და ავღანეთის დაპირისპირება. ერთი მხარე აქ ბირთვული სახელმწიფოა, რომელიც ნამდვილად სერიოზული ძალაა, მაგრამ რაღაც ბირთვული არაღის გამოყენების შანსები აქ ძალიან დაბალია, მაგრამ კონფლიქტი უკვე წამოწყებულია, ვინაიდან პაკისტანმა ავღანეთის დედაქალაქ ქაბულზე განახორციელა შეტევა, რის შედეგადაც წინასწარი მონაცემებით დაიღუპა 133 თალიბი მებრძოლი, ასევე 200-მდე ადამიანი არის დაშავებული, მათ შორის რამდენიმე არის სამოქალაქო პირიც. საპასუხო შეტევაც განახორციელა პაკისტანმა, რის შედეგადაც ასევე არის დაღუპული დაახლოებით 55 მებრძოლი, მოკლედ კონფლიქტი რაღაცნაირად ესკალაციის ფაზაში გადადის, მაგრამ აქ მნიშვნელოვანი ის არის, რომ ეს კონფლიქტი წინა წელს უკვე ჩაახშვეს, იქამდეც სამი მცდელობა იყო და რაღაცნაირად პერიოდულად ყოველ 10-12 თვეში ერთხელ თავს იჩენს. ეს კონფლიქტი, ეს გრძელვადი არის კონფლიქტია რეალურად, რომელიც უბრალოდ ვერ გვარდება რიგი მიზეზების გამო, კერა სამუდამო ფაქტობრივად, აი უნდა შევეგუოთ ამოცებულობას, რომ პერიოდულად იფეთქებს, მაგრამ გრძელვადია და მასშტაბურ დაპირისპირებაში ის თითქმის არასოდეს არ გადადის და უკვე ჩაერთრეს სხვადასხვა რეგიონული მოთამაშეები, მათ შორის უკვე ჩინეთი, საუდის არაბეთი და რუსეთი არიან მოლაპარაკების პროცესში და ალბათ რაღაცნაირად შეთანხმებასაც მიაღწევინებენ მხარეებს, მათი ინტერესები აქ ძალიან დიდი, არავის სამეზობლოში ომის დაწყება, რა თქმა უნდა, არ უნდა, ხო, კიდე ერთი ომის, ისაც დაიღალა რაღაცნაირად ყველა უკვე ომებით, თან უნდა გავითვალისწინოთ ის, რომ წინა წელს თურქეთისა და კატარის მედიაციით მხარეებმა მიაღწიეს შეთანხმებას და ამიტომაც ამ მიმართულებით ძირითადი მოლოდინები სწორედ ასეთია. ეს არ იქნება იმ მასშტაბის რისკი, გეოპოლიტიკურად როგორი მასშტაბისაც შეიძლება იყოს ამერიკა-ირანის დაპირისპირება, სადაც რაღაც მოლაპარაკება და იქ ვიღაცის ჩართვა არაფერს რეალურად ამ ეტაპზე უკვე აღარ უშავს. გადაწყვეტილებას იღებს ამერიკის შეერთებული შტატები. მსოფლიო ამბებს წარმოგიდგენთ Global Auto Import. 2026-2027 სასწავლო წლისთვის სახელმწიფო უნივერსიტეტებში მისაღებ სტუდენტთა საერთო რაოდენობა გაიზარდა. ცვლილებების სახელმწიფო უნივერსიტეტებში პროგრამაზე მისაღებ სტუდენტთა რაოდენობისა და სასწავლებლებში გადანაწილების კვოტების თაობაზე მთავრობის 12 თებერვლის დადგენილებაში შევიდა. აბასთუმანში ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციის პროექტირება მშენებლობისთვის 70 მილიონი ლარის ღირებულების ტენდერი გამოცხადა. პირველ ეტაპზე განისაზღვრება ის ინფრასტრუქტურა, რომელიც რეაბილიტაციას საჭიროებს. ჯანდაცვის მინისტრი მიხეილ სარჯველაძე ამბობს, რომ ქვეყანაში აფთიაქების რაოდენობის ფასებზე გავლენის და ამ მიმართულებით რეგულირების საკითხები ყურადღებას და მსჯელობას იმსახურებს. მინისტრმა კვლავ გაიმეორა, რომ საქართველოში აფთიაქების განლაგების მიმართულებით სხვა ქვეყნებისგან განსხვავებული მდგომარეობაა. დრო გლობალურ ბიზნესზე ვისაუბროთ და დღეს სასიხარულო ამბავი გვაქვს Samsung-ის ინვესტორებისთვის და გულშემატკივრებისა და ენთუზიასტებისთვის, ასევე იმ ადამიანებისთვის, რომელთაც Samsung-ი ძალიან უყვართ, რადგანაც კომპანიამ დაამყარა ახალი რეკორდი თავისი არსებობის ისტორიაში. ის პირველად უკვე შეუერთდა ულტრა ელიტარულ კლუბს და გახდა $1 ტრილიონიანი კომპანია. ახლა უკვე ის იმყოფება, აი Amazon-ის, Meta-ს, Google-ის, Nvidia-ს და აი ესეთი გიგანტების კლუბში არის ახლა უკვე იგი ოფიციალურად. სხვადასხვა ერთწლიან პერიოდში Samsung-ს აქვს 300%-იანი ზრდა საფონდო ბირჟაზე, ანუ ერთი წლის წინ რომ შეგეძინათ Samsung-ის აქციები, დღეს 300%-ით მეტი გექნებოდათ ამონაგები ასეთ მოკლე პერიოდში. ცხადია ეს არ უკავშირდება ნორმალურ მოვლენებს, რაღაც 300%-ით მეტი არც ტელეფონები გაუყიდიათ, არც მაცივრები და არც ტელევიზორები, უფრო მეტად ეს უკავშირდება მეხსიერების ბარათებს, რასაც AI ინფრასტრუქტურის განვითარებაში იყენებენ, ანუ data ცენტრებში იყენებენ ამ ბარათებს, ასევე იყენებენ სხვადასხვა მოწყობილობებში, იმ მოწყობილობებში. ხო, რაც ყველაფერი AI-ს უკავშირდება და Samsung-ი ზუსტად იმ მიზეზით არის გაზრდილი, რა მიზეზითაც არის გაზრდილი, მაგალითად Nvidia, AMD, ან სხვა ნებისმიერი კომპანია, რომელიც აი ამ ნახევარგამტარების და მეხსიერების ბარათების ინდუსტრიაში Rolls-Royce-იც მოუყვებით, ცოტა ხანში მაგ მიზეზით გაიზარდა ნაწილობრივ. ყველაფერი მანდ არის დაკავშირებული, აი ბოლო პერიოდში რამე თუ იზრდება AI-ის გამო. გარდა ამისა,
Samsung-ს კიდევ ერთი რამ მოწყობს ხელს, სამხრეთ კორეის მიმართ არის გაზრდილი ინვესტორების მხრიდან, რეკორდულ ნიშნულზეა სამხრეთ კორეის ინდექსი ასული, გარკვეულწილად კაპიტალის როტაციასაც კი ვხედავთ ამერიკიდან აზიაში და ეს გლობალური ტრენდია ასეთი და ამით Samsung-ი ცხეირობს, ალბათ ერთი 30-40%-იანი მატება მხოლოდ აი ამ ფაქტორმა გამოიწვია და ამას ისიც უნდა მივამატოთ, რომ Samsung-მა მიმდინარე კვირას წარადგინა თავისი მოწყობილობების ახალი სერია, Galaxy S26 სერია, მათ შორის S26 Ultra საკმაოდ საინტერესო პროდუქტი გამოვიდა, მოეწონათ კრიტიკოსებსაც და მომხმარებლებსაც, რომლებიც უკვე შეიძინეს და გატესტეს იგი, ასევე სხვადასხვა მოწყობილობების გამოჩნდა ბაზარზე და რაღაცნაირად ძალიან პოზიტიური ნარატივია ახლა Samsung-ის გარეშე. ერთხელ არის smartphone-ების ძალიან ძლიერი სეგმენტი, არის მეხსიერების ბარათების სეგმენტი, რომელიც AI-ის წყალობით უბრალოდ რეკორდულად იზრდება და არის ისევ ის ძალიან ძლიერი ფუნდამენტური ბიზნესი, რომელიც Samsung-ს აქვს მოგხსენებათ საყოფაცხოვრებო ტექნიკის და ელექტრონიკის წარმოების ინდუსტრიაში Samsung-ი არის გლობალური ლიდერი. რეალურად საუკეთესო ტექნიკას ბაზარზე აწარმოებს სწორედ Samsung-ი. საუკეთესოს თუ არა, ერთ-ერთ საუკეთესოს მაინც აუცილებლად. გლობალურ ლიდერზე ოღონდ სხვა მიმართულებით გავაგზავნოთ საუბარი, მათი ინვესტორებიც დარწმუნებული ვარ საკმაოდ ბედნიერები და მაყოფილები არიან საერთო ჯამში წლების განმავლობაში. Coca-Cola მექსიკასა და ბრაზილიაში ჩამურა 12 მილიარდი დოლარის ინვესტირებას გეგმავს ინფორმაციას ავრცელებს ესპანური გამოცემა Efe Noticia. როგორც ირკვევა, დასახელებული თანხის ნახევარი 6 მილიარდი, ანუ მექსიკაში იქნება ინვესტირებული. დირექტორი Coca-Cola-ს აღმასრულებელი დირექტორი ენრიკე ბრაუნი და მექსიკის პრეზიდენტი კლაუდია შეინბაუმი ერთმანეთს შეხვდნენ. ამ შეხვედრის შემდეგ გავრცელდა ეს ინფორმაცია, სწორედ Coca-Cola-ს აქვს ინტერესები მექსიკაში 6 მილიარდის ინვესტირებაზე. აღსანიშნავია, რომ ეს შეთანხმება სრულ თანხმედრაშია მექსიკის ხელისუფლების გამოცხადებულ სტრატეგიასთან, მექსიკის გეგმა, ასე ჰქვია, რომელიც 2030 წლისთვის ქვეყანაში კოლოსალური მოცულობის ინვესტიციების მოზიდვას ითვალისწინებს და ითვალისწინებს იმას, რომ მექსიკა გახდეს ნომერ 10 ეკონომიკა, ნუ ათეულში შევიდეს მსოფლიო ეკონომიკებში და იქნეს, ასე ვთქვათ, ერთ-ერთი ყველაზე მიმზიდველი საინვესტიციო ქვეყანა გლობალურად. როგორც უცხოური მედია წერს, მექსიკა Coca-Cola-სთვის ერთ-ერთი ყველაზე სტრატეგიული და მაღალშემოსავლიანი ბაზარია, სადაც ერთსულ მოსახლეზე მოხმარება კოლოსალურად მაღალია და ერთ-ერთ მოწინავე პოზიციებს იკავებს. როგორც აღინიშნა, მსხვილი მექსიკურ საკვებთან განსაკუთრებით კარგად მიდის Coca-Cola. ცოტა ცხარეა და Coca-Cola-თი გაანეიტრალებს. გაანეიტრალებს და გააგრილებს, ასე ვთქვათ, და გააგემრიელებს საკვებს. ხო, სხვადასხვა სიცხეს უხდება განსაკუთრებით. ცივი გაზიანი სასმარი. მექსიკაში არ ცივა. ცხელა. ცხელა და შესაძლოა მოხმარებაც საკმაოდ მაღალია და უყვართ როგორც ჩანს მექსიკელებს, ასევე გარკვეულ ალკოჰოლსაც, რომელიც მექსიკასთან ასოცირდება. მასაც შეიძლება ტონიკი წავაყოლოთ მაგალითად შვებსი. ხო, ბრაზილიაშიც არის ინვესტიცია დაგეგმილი 6 მილიარდი შესაბამისად. ნუ 5.8 მილიარდი ბრაზილიისკენ უნდა წავიდეს, ახალი ქარხნები და სადისტრიბუციო ცენტრების მშენებლობა მოიაზრება ამ 5.8 მილიარდში 35-მდე საწარმო ობიექტი უკვე აქვს კომპანიას გახსნილი ბრაზილიაში. ექსპერტები მიიჩნევენ, რომ ლათინური ამერიკის უდიდეს ეკონომიკაში მსგავსი მასშტაბის ინვესტიცია კომპანიას დაეხმარება, რომ რეგიონშიც საკმაოდ კარგად გაფართოვდეს და პოზიციები, რომელიც დომინანტურია, დღესაც კიდევ უფრო გაიფაროს. ხო, ინვესტიციების თემა გავაგრძელოთ, მოკლედ ერთ-ერთი უდიდესი ფინტექ კომპანია Stripe პოტენციურად განიხილავს PayPal-ის შეძენას. იყო დრო, როდესაც სხვადასხვა Stripe-ს უწოდებდნენ ახალ PayPal-ს ან მომავალ PayPal-ს და რაღაცნაირად ინვესტორებს მოლოდინი ჰქონდათ ერთ დროს შეიძლება PayPal-ის ზომა გავხდეთო, მაგრამ მოვიდა დრო, როდესაც უკვე Stripe PayPal-ის ყიდვას იქით აპირებს, აი ასეთია ტექნოლოგიური პროგრესი. Stripe იზრდება მთელ მსოფლიოში, ძალიან კარგი შედეგები აქვს, ხოლო PayPal-ს პირიქით. შემცირება აქვს, დაღმასვლა აქვს, რადგანაც Stripe-მა და თავად Google Pay-მ და Apple Pay-მ ის ჩაანაცვლეს, აღარავის სჭირდება დიდად PayPal-ი და მისი კაპიტალიზაცია შემცირებულია, ხოლო შემცირებული კაპიტალიზაცია მიმზიდველს ხდის მას შესაძლებას, რადგანაც PayPal-ს მომხმარებლები და კლიენტები მაინც ყავს და ეს მომხმარებლების ბაზა კარგი ფული ძლიერს. თუ ბრენდზე ვისაუბროთ, PayPal-ი ბევრად დიდი ბრენდია, ვიდრე Stripe-ი, საბადობის ნაწილში. რადგანაც PayPal-ი ბაზარზეა ლამის 30 წელიწადია და ბოლო-ბოლო Elon Musk-ი იყო თანადამფუძნებელი შესაბამისად აქვს რაღაც ასე ვთქვათ, რის გამოც ღირს ეს კომპანია. ბრენდის ღირებულება. კი, საკმაოდ დიდი თანხა. ეს თანხა ამჟამად არის 40 მილიარდი დოლარი კაპიტალიზაცია მისი ეს. ანუ ამაზე მეტი მაინც უნდა გადაიხადოს Stripe-მა, რომ ინვესტორებმა დათმონ თავიანთი აქციები, ალბათ 15-20%-ის პრემიუმი უკვე სერიოზული ნახტომი იქნებოდა. სხვადასხვა ამ ინფორმაციას PayPal-ი გამოეყარა და მათ თქვეს, რომ ოფიციალურად არაფერზე მსჯელობა არ მიმდინარეობს, მაგრამ იმდენმა მედიამ დაადასტურა ეს ინფორმაცია, რომ
ზოგადად კომპანიები ვალდებულები არიან რომ ასეთ დროს თქვან რომ არაფერი არ ხდება, რადგანაც ამან შეიძლება რაღაცა ფასების ცვლილება გამოიწვიოს და манипуляციამდე მივიდეთ ამ გზით, ამიტომაც ეს გაუშვეს ხო PayPal-დან მე მგონი. კი, გაუშვეს, წავიდა პრინციპში, რადგანაც ისე ცუდი შედეგები დადო კომპანიამ, რომ აი უკვე მენეჯმენტი გარბის კომპანიიდან ძალიან ცუდის მაუწყებელია რეალურად ეს იმას ნიშნავს რომ ბიზნესი ფუნდამენტურად მორყეულია, დარჩენილია მხოლოდ სახელი და ბრენდი, ახლა PayPal-ი იქნება და არის, მაგრამ ამ PayPal-ს თუ არ დაეხმარა ვინმე და არ ჩაასხა მასში კაპიტალი, შეიძლება ბაზრიდან გასვლაც კი მოუწიოს და აი ამიტომაც ასე ვთქვათ, მაშვალ რგოლად შეიძლება გამოჩნდეს სწორედ Stripe-ი. უკეთესი შედეგები და დღევანდელი დღე აქვს Rolls-Royce, რომელზეც უნდა გავაგრძელოთ საუბარი, მის შეფასება. საინჟინრო Rolls-Royce, ავტომობილია, თუმცა ჩვენ ავტომობილებს შევხედოთ ეკრანებზე, იმიტომ რომ ძალიან შესანიშნავად გამოიყურება Rolls-Royce-ი. მოკეთ შეფასება ეს რეკორდულად გაზრდილი და Rolls-Royce-მა დღეს გამოქვეყნებულ ფინანსურ ანგარიში რეკორდული მაჩვენებლების დააფიქსირა. შესაბამისად, რამაც კომპანიის აქციების შეფასება გაზარდა. კომპანიის წლიური საოპერაციო მოგება არის 40%-ით გაზრდილი, 3.5 მილიარდ გირვანკა სტერლინგს მიაღწია, რაც ანალიტიკოსების ყველაზე ოპტიმისტურ პროგნოზებსაც აჭარბებს. ძირითადად შემოსავლების და განპირობებული იყო ავიამშენებლობის სექტორში ძრავებზე მოთხოვნის მკვეთრი მატებით, მით უმეტეს რაღაცა პანდემიის შემდეგ, პოსტპანდემიურ პერიოდში ეს ნაწილი იქოქება და აქამდე არ გაჩერებულა. სამოქალაქო ავიაციის მიმართულებით განსაკუთრებით კარგი შედეგები იყო, სადაც ფრენის საათების რაოდენობა პანდემიამდე ნიშნავს 11%-ით გადააჭარბა, რამაც ძრავების მომსახურებიდან მიღებული შემოსავლებიც გაზარდა. გარდა ამისა, კომპანია დიდ სარგებელს ნახულობს ხელოვნური ინტელექტის ბუმისგან, აქაც ჩართულია AI. ყველგან არის. ხო, ყველგან არის, რადგან მისი ენერგეტიკული სისტემები, რომელსაც Rolls-Royce-ის ინდუსტრიული, ასე ვთქვათ, კომპანია აწარმოებს, მნიშვნელოვანია დატა ცენტრების მშენებლობისთვის, შესაბამისად, მათზე მოთხოვნა მზარდია და შემოსავლები მზარდია Rolls-Royce-ისთვის და ეს წესით კიდევ უფრო გაიზრდება 2026 წელს. საერთო ჯამში წარმატებამ Rolls-Royce საშუალება მისცა, რომ აქციების გამოსყიდვის მასშტაბური პროგრამა და ინვესტორებისთვის დივიდენდების აღდგენა დაიანონსებინა, გასახარი ამბავია, ასევე კომპანიის საომავლო პროგნოზები კიდევ უფრო ამბიციურია. 4-დან 4.2 მილიარდ დოლარამდე პროგნოზირებენ, გირვანკამდე უბრალოდ პროგნოზირებენ ზრდას მოგების მაჩვენებლისა მიმდინარე 2026 წელს, რაც შეეხება შეფასებას, Rolls-Royce Holding-ის შეფასება 120%-ით არის გაზრდილი და ის ამჟამად შეადგენს 156 მილიარდ დოლარს. ხო, Rolls-Royce-დან გადავინაცვლოთ კიდევ ერთ ბრიტანულ კომპანიაზე, ეს არის Aston Martin-ი, პრემიუმ ავტომობილების წარმოებელი კომპანია, ალბათ Rolls-Royce-ის ყიდვა ვისაც აინტერესებს იმას მინიმუმ DB12 მაინც აინტერესებს Aston Martin-ისა და მოკლედ Aston Martin-ის შეიძლება გარკვეულწილად კარგი შედეგები ჰქონდეს ავტომობილების გამოშვების მიმართულებით, რადგან ასწავლოთ ძალიან კარგ ავტომობილებს ჰქონენ ისინი, მაგრამ ფინანსურად ბოლო პერიოდში თქვა კარგად არ აქვს საქმე, რადგანაც ამერიკის ტარიფების გამო ბრიტანულ ავტომობილებზე მოთხოვნა ამერიკაში მკვეთრად დაეცა. Aston Martin ისედაც ძალიან ძვირიანი ავტომობილია და მას დამატებული ზევიდან კიდევ საიმპორტო ტარიფი მას აბსურდულად ძვირს ხდის და ამიტომაც კომპანია ვეღარ ყიდის იმდეს, რამდენსაც იგონათ რომ გაყიდიდნენ, ამიტომაც კომპანიას უწევს თანამშრომლების რაოდენობის შემცირება, კერძოდ 20%-ით. საკმაოდ დიდი, ასე ვთქვათ, ვარდნა არის ეს თან ეს ძალიან მაღალ კვალიფიციური მუშახელია, როგორც ინჟინრებზე არის აქ საუბარი და არც ჩვეულებრივი საწყობის თანამშრომლებზე მარტივად რომ თქვა. ეგეთ მუშახელს ჩინეთს აიყვანს სიამოვნებით, რა თქმა უნდა, ნებისმიერ თანამშრომლებს, რომელსაც უწერია რომ იყო Aston Martin-ის ექს-ინჟინერი, ის უკვე წასულია შენჭოუში, სადმე შენჟენში და უკვე მუშაობს ჩინური კომპანიაში, უკვე აწყობს ახალ ანალოგს Aston Martin-ისა იქო. ჯამში კომპანია ამ გზით აპირებს 54 მილიონი დოლარის დაზოგვას და იმედი აქვს რომ ეს ამ წელს მათ თავს გაატანინებს და ამის შემდეგ ნახავენ რა და როგორ იქნება, რადგანაც მოსალოდნელია რომ სატარიფო პოლიტიკა შეიცვლება ამერიკისა, შესაბამისად თუ შეიცვლება და დაიწევს ტარიფები, ამერიკელები ისევ იყიდიან Aston Martin-ს, არ დაიწევს და არ იყიდიან და ესენიც გაუშვებენ თანამშრომლებს და ჩინეთიც სიამოვნებით თან-თავს ამ თანამშრომლებს ევროპელ ტოპ ინჟინრებზე მოთხოვნა ყოველთვის იყო, არის და ალბათ Aston Martin-ზე რომ ვთქვათ, თავის გატანა. აი, რა დრომდე მოვედით. Valhalla შევხედოთ, ნახეთ რა მოდელია. საუკუნის დაპირისპირება დასრულებულია, Netflix-ი Warner Brothers ვეღარ იყიდის, ვეღარ რადგან დიდი მადის მქონე ინვესტორებმა მარჩივანი მსოფლიოს ერთ-ერთი უმდიდრესი ადამიანის
ლარი ელისონის ოჯახის კომპანია Paramount-ზე შეაჩერეს. როგორ დაიწყო, გაგრძელდა და დაგვირგვინდა ბრძოლა ლეგენდარული კინოსტუდიისთვის, კომპანიისთვის, რომელიც ჰარი პოტერის სამეფო კარის თამაშებისა და სხვა არაერთი განუმეორებელი ნამუშევარის საავტორო უფლებებს ფლობს და რას ნიშნავს Paramount-ის ხელში Warner-ის მოხვედრა. ამაზე ვრცლად ისაუბრებს ჩვენი ჟურნალისტი ერეკლე ფოლადიშვილი. ერეკლე საღამომშვიდობის. ეკა საღამომშვიდობისა და მივესალმები მაყურებელს. ალბათ ყველას გახსოვთ კინოინდუსტრიის ისტორიაში ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი გარიგება, რომელიც 2025 წლის დეკემბერში დაიდო. Netflix-მა Warner Brothers Discovery 82.7 მილიარდ დოლარად შეიძინა. მაშინ ბევრი წერდა, რომ მემარცხენე იდეოლოგიის აქტიური გამტარებელი სტრიმინგ პლატფორმა ლეგენდარულ კომპანიას სრულად შეუცვლიდა კურსს და მას ხიბლს დაუკარგავდა. თუმცა არ გასულა განცხადების გავრცელებიდან რამდენიმე საათი და არსაიდან გამოჩნდა Wall Street-ის სამურაის, მსოფლიოს ერთ-ერთი უმდიდრესი ადამიანის, ლარი ელისონის შვილის კომპანია Paramount-ი, რომელმაც პირდაპირ დაჩრდილა Netflix-ი. დაჩრდილა, რადგან VBD-ის ხელმძღვანელობისაგან გვერდის სავლით პირდაპირ მიმართა ინვესტორებს და 108 მილიარდის გადახდას შეჰპირდა ინვესტორებს. ამ დღეს დაიწყო ომი, რომელიც დღეს დაგვირგვინდა. მოდი მივყვეთ ამ შესაშურ აუქციონის მსგავს ორთაბრძოლას თანმიმდევრობით, რომელიც ლეგენდარული Warner Brothers-ისთვის გაიმართა. ყველაფერი ჯერ კიდევ 2025 წლის ოქტომბერში დაიწყო, როცა ახალი ინვესტორების მოზიდვის მიზნით Warner-ის აღმასრულებელმა საბჭომ თავისი პორტფელის გაყოფა გადაწყვიტა. ანუ ცალკე უნდა გასულიყო სატელევიზიო მიმართულება CNN და Discovery და ცალკე კინო. სწორედ ამ დროს გამოჩნდა Netflix-ი და პირველი სოლიდური 82.7 მილიარდიანი წინადადება გააჟღერა. ის მოეწონათ როგორც ინვესტორებს, ისე აღმასრულებელ ბორცვს, რადგან სტრიმინგ პლატფორმა თითო აქციაში საბაზრო ფასზე 20%-ით მეტს იხდიდა, ჯამურად $27. უბრალოდ ეს ნაწილობრივ ნაღდი ანგარიშსწორებით მოხდებოდა, ნაწილობრივ Netflix-ის აქციებით. რეალურად ტედ სარანდოსის კომპანიას მხოლოდ კინოინდუსტრია და HBO აინტერესებდა. მედიის ნაწილს კი დამოუკიდებლად გასვლის უფლებას უტოვებდა. წესით ყველაფერი გეგმის მიხედვით წავიდოდა პროცესებში სრულიად ახალი, აგრესიული მოთამაშე რომ არ ჩართულიყო. ჩაერთო Paramount-ი და დაიწყო ნამდვილი კორპორაციული ომი. ლარი ელისონის შვილის, დევიდ ელისონის კომპანიამ გადაწყვიტა Warner Brothers-ი სრულიად CNN-იანად შეესყიდა და ინვესტორებს 108.4 მილიარდი დოლარი, ანუ თითო აქციის გამოსყიდვა $30 შესთავაზა. შევადაროთ ამ შემთხვევაში Netflix-ი 27-ს იხდიდა. თანაც ნაღდი ანგარიშსწორებით აპირებდა ამას ლარი ელისონი. უბრალოდ პრობლემა ის იყო, რომ რეალურად ელისონების ოჯახს ამდენი ქეში საერთოდ არ ჰქონდა ხელში. მათი 108 მილიარდიანი დაპირება უმეტესწილად სხვადასხვა ბანკის სესხებს ემყარებოდა. ამან ინვესტორები და მფლობელები დააშინა და გული Netflix-ისაკენ შეუბრუნა. თუმცა Wall Street-ის სამურაიმ, რომელსაც არასდროს უჭირს ასე დროს გარდამტეხი ნაბიჯების გადადგმა, შვილის კომპანიას 40 მილიარდიანი პერსონალური გარანტია მისცა. ამით მან გააქარწყლა ყველა ეჭვი Paramount-ის გადახდის უნარიანობასთან დაკავშირებით. თქვენ წარმოიდგინეთ, ბოლომდე არც ამან იმუშავა, რადგან Warner Brothers-ის მფლობელები კვლავ Netflix უჭერდნენ მხარს და ამის მიზეზი იყო ის, რომ კინოკომპანიას თანხა ხელში სრულად ეჭირავს. საუბრობთ Netflix-ზე, თუმცა ბოლოს ყველაფერი მაინც უფრო მეტად გადაწონა ფულმა. თითქმის წაგებული თამაშის მოსატრიალებლად ლარი ელისონმა დამატებით 3 მილიარდიც მოიძია, ინვესტორებს ერთ აქციაზე გადასახდელი თანხა $31-მდე გაუზარდა და ის რისკიც კი გადააზღვია, რაც Warner-ისა და Netflix-ის უკეთადებული ხელშეკრულების გაუქმებას აუცილებლად მოხვებოდა. Netflix-ში მიხვდნენ, რომ ამდენად Warner Brothers-ი ნამდვილად არ ღირდა, დამარცხება აღიარეს და Paramount-ს დაუთმეს ეს კომპანია. კომპანიას, რომელსაც ახლა 111 მილიარდის გადახდა მოუწევს. Warner-ისთვის გამართულ ამ ბრძოლაში რეალურად კიდევ ორმა ფაქტორმა იქონია გავლენა. მათგან ერთ-ერთი თქვენ წარმოიდგინეთ და დონალდ ტრამპი იყო. დიახ, ამერიკის პრეზიდენტი. ხომ გახსოვთ, რომ ვახსენე კომპანია CNN-საც ფლობს მეთქი. ბევრი რამ რეალურად ამ ტელეარხის თემამ გადაწყვიტა. ტრამპის ახლო გარემოცვის წევრის, თქვენთვის უკვე კარგად ნაცნობი ლარი ელისონის სურვილი მხოლოდ შვილის გახარება და მისთვის ლეგენდარული კინოკომპანიის გადაბარება არ ყოფილა. მას ტრამპის გახარებაც სურდა. კაცის, რომელსაც უზომოდ ეზიზღება CNN და ყოველთვის სურდა მის სარედაქციო პოლიტიკაში ცვლილების შეტანა. ხო და ამას ახლა ელისონების ოჯახი შეუსრულებს, რადგან ამის პრაქტიკა CBS-ის შემთხვევაში უკვე
ვიხილეთ. ბოლოს ვახსენოთ მეორე მიზეზიც, უფრო ობიექტური და მას ამერიკის ანტიმონოპოლიური კანონმდებლობა ჰქვია. Netflix-ი როგორც ამერიკული სტრიმინგ ინდუსტრიის აბსოლუტური ლიდერი და კომპანია, რომელსაც 300 მილიონი მაყურებელი ჰყავს, აპირებდა HBO-ს მიღებას დაახლოებით 100 მილიონიანი სტრიმინგ პლატფორმის ხელში ჩაგდებას, რომელიც მას ბაზრის დაუმარცხებელ უპირობო 400 მილიონიან მაყურებელზე გათვლილ ლიდერად აქცევდა და ორჯერ უკეთეს პოზიციაზე დააყენებდა, ვიდრე მეორე ადგილოსანს. ასეთი რამკი განსაკუთრებით მაშინ, როცა სხვა პლატფორმები არსებობენ, ამერიკაში კატეგორიულად არ დაიშვება. ტედ სარანდოს ეგონა, რომ როგორმე ამ თემაზე მარეგულირებელს თვალს მოახუჭინებდა, თუმცა ელისონის ოჯახმა ზუსტად ეს სუსტი წერტილი თავიდანვე დაიჭირა და ანტიმონოპოლიური კანონის მოშველიებით, რომელიც რეალურად Netflix-ისა და Warner-ის შეთანხმებას ჩაშლას უწინასწარმეტყველებდა, თავისი გაიტანა. მოკლედ, აი ასე მოიგერია Wall Street-ის სამურაიმ კიდევ ერთი მეტოქე და ფაქტობრივად გარდაუვალად ჩაიბარა ლეგენდარული კინოკომპანია. ახლა წინ მხოლოდ ინვესტორების საბოლოო დასტურია დარჩენილი. ინვესტორების, რომელთათვისაც ახლა Warner Brothers Discovery რეალურად ფულის მეწველი ძროხაა. Warner Brothers-ის 103 წლიანი ისტორია სავსეა ლეგენდარული საკულტო ფილმებით, სერიალებითა და ანიმაციური სურათებით. ბეტმენითა თუ სუპერმენით, დაწყებული, ჰარი პოტერით და ჰობიტით დამთავრებული. Warner-ის პორტფელში დაუვიწყარი პერსონაჟების შთამბეჭდავ ჩამონათვალს შევხვდებით. აგრეთვე გასაოცარია იმ ფილმების სია, რომლებმაც წლების განმავლობაში არაერთხელ მოახდინეს კულტურული სენსაცია. ამ ისტორიის გახსენების და Warner Brothers-ის გასხვისების მოლოდინში გადავწყვიტეთ თქვენთვის კომპანიის მიერ შექმნილი ყველაზე მაღალშემოსავლიანი ფილმების რეიტინგის შემოგვეთავაზებინა. მოკლედ, პირველ ადგილზე არის 2023 წელს გამოსული ბარბი. ფილმი, რომელმაც მიიპყრო მთელი მსოფლიოს ყურადღება, თანაც იმის გათვალისწინებით, რომ მაშინ სერიოზული კინოდაპირისპირება იყო ბარბსა და ოპენჰაიმერს შორის და ამანაც მნიშვნელოვანი როლი ითამაშა იმაში, რომ შემოსავალი 1.5 მილიარდამდე გაზრდილიყო იმ ფონზე, როცა ბიუჯეტი თავდაპირველად იყო 145 მილიონი და მე მგონი თავად კომპანიის წარმომადგენლებსაც არ შეეროდათ, რომ ასეთ შედეგზე გავიდოდნენ. ეს იყო ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული შედეგი, რომელიც დადეს ამ შემთხვევაში შესანიშნავი ფილმის გადაღებით, რომელიც საკმაოდ საინტერესოდ ავითარებს ამ პერსონაჟების სცენარს. ხო, ბარბის ამ მიმართებით თუ არ იყო ასეთი გრანდიოზული მოლოდინები, რომ ის 1.5 მილიარდ დოლარს დაწერდა, მოლოდინები ნამდვილად იყო და თანაც ძალიან დიდი ჰარი პოტერის ფრენჩაიზთან დაკავშირებით. ეს არის ფილმი ჰარი პოტერი და სიკვდილის საჩუქრები 2011 წელს გამოსული ვერსია, რომელმაც კომპანიას მოუტანა 1.3 მილიარდი დოლარის შემოსავალი, ბიუჯეტი 125 მილიონი იყო, მაშინ საკმაოდ დიდ თანხას წარმოადგენდა იგი და სხვათა შორის მისი რეიტინგიც IMDb-ის მიხედვით არის როგორც ხედავთ საკმაოდ მაღალი, 8.1 ფანებს ის ძალიან უყვართ. სხვათა შორის მან თავდაპირველად დაამყარა პირველი კვირის რეკორდი, სულ რაღაც ერთ კვირაში მან დაწერა 91 მილიონი დოლარის შემოსავალი, რაც 2011 წელს იყო უბრალოდ წარმოუდგენელი მაჩვენებელი. DC-ის კომიქსების ერთ-ერთ ყველაზე გამორჩეულ ფილმზე უნდა გადავიდეთ Warner Brothers-ის მიერ შექმნილ Aquaman-ზე, რომელიც 2018 წელს გამოვიდა. როგორც ეკრანზე ხედავთ, შემოსავალი ამ შემთხვევაში იყო 1.2 მილიარდი, ბიუჯეტი კი მხოლოდ 160 მილიონი. აქ რამდენიმე მნიშვნელოვანი დეტალი უნდა აღნიშნოთ, ის რომ პირველად Aquaman-ი გაუშვეს ჩინეთის კინოთეატრებში, რაც საკმაოდ უჩვეულო გადაწყვეტილება იყო Warner-ის მხრიდან. ამ მხრივ Warner-მა ითანამშრომლა Amazon-თან და ფაქტობრივად Amazon Prime-ზე დიდი ხნის განმავლობაში ექსკლუზიურად იყო შემდეგ ხელმისაწვდომი ჩინეთის მიღმა და ერთი დეტალიც უნდა ვთქვათ, რომ ამ ფილმის გადაღებისთვის ავსტრალიამ გადაუხადა Warner Brothers 22 მილიონი, რომ ავსტრალიაში გადაღებულიყო დიდი ნაწილი და საბოლოოდ ამან ძალიან დიდი მოგება მოუტანა ზუსტად იმ ლოკაციას და ზუსტად იმ ქალაქს, სადაც გადაიღეს Aquaman-ი. თუ რა გადავინაცვლოთ Warner Brothers-ის ერთ-ერთ საუკეთესო ფილმზე, პრინციპში კრისტოფერ ნოლანის შედევრზე, შავი რაინდის აღზევება 2012 წელს გამოვიდა იგი, მან კომპანიას მოუტანა 1.1 მილიარდის შემოსავალი, 8.4 IMDb რეიტინგით არის ის წარმოდგენილი. ბევრი რამის თქვა ამ ფილმზე პრინციპში საჭირო არ არის, იქ თამაშობენ ბეილი ჰეთვეი, კეინი ოლდმანი, კილიან მერფი, მორგან ფრიმანი და ლამის ყველა ჰოლივუდის ვარსკვლავი სწორედ ამ ფილმშია წარმოდგენილი. თავად ფილმი შესანიშნავადაა დაწერილი, თუ არ გინახავთ, გირჩევთ აუცილებლად მის ნახვას და რატომაც დაწერა მან ასეთი შემოსავალი, იქვე ძალიან მარტივად მიხვდებით. Todd Phillips-ის ლეგენდარულ შემოქმედებაზე უნდა გადავიდეთ ბოლოს, ეს არის
ჯოკერი, რომელიც ჰოაკინ ფენიქსის დამსახურებაა, რომ ასეთი შედეგიანი აღმოჩნდა, მისი ბიუჯეტი მხოლოდ 55 მილიონი იყო და შედეგსაც ხედავთ, არის 1 მილიარდზე საუბარი და აქ როგორც აღნიშნეთ, ძალიან დიდი როლი ჰქონდა ჰოაკინ ფენიქსს. ადამიანს, რომელსაც ძალიან ენდო ტოდ ფილიპსი, სხვათა შორის Warner Brothers ძალიან დაბალი მოლოდინები მქონდა აი ამ ლეგენდარული ფილმის მიმართ, იმდენად რომ 55 მილიონის ხარჯები სრულად თავადაც არ აიღო, ორ კომპანიას გაუზიარა ხარჯები და ჰქონდა მოლოდინი რომ რეალურად დიდ შედეგს ვერ დადებდა. ეს შედეგი რომ დადო, ეს ერთი საკითხია, მაგრამ ტოდ ფილიპსზე ბოლოში უნდა ვთქვათ ის, რომ მან საკუთარი ხელფასის აღების დიდ ნაწილზე უარი თქვა და მოითხოვა რომ მირჩევნია თუ ეს კონკრეტული კინო წარმატებული იქნება, იქიდან მივიღო შემოსავალიო და 100 მილიონი მიიღო ტოდ ფილიპსმა აი ამ ფილმის გადაღებით, იმდენად სჯეროდა Warner Brothers-ისაგან განსხვავებით. თუმცა საბოლოოდ როგორც Warner Brothers-მა, ასევე ტოდ ფილიპსმა შესანიშნავად იხეირეს ამით. რაც ალბათ ფენიქსის დამსახურება იყო პირველ რიგში. მოკლედ, აი ასეთი იყო იმ ყველაზე მაღალ შემოსავლიანი ფილმების სია, რომელიც Warner Brothers შეუქმნია მის პორტფელში კიდევ არაერთ საოცარ ფილმს შეხვდებით, თუ არ გინახავთ ჩვენი მოცემული ხუთეული, მინიმუმ 4 მაინც აქედან აუცილებლად უნდა ნახოთ, ჩვენ კი საქმეს აღებავს ვაგზელებთ დღის რიცხვით. წარმოიდგინეთ სცენა, ფილმი სრულდება, მთავარი გმირები ჰორიზონტს მიეფარდნენ და ეკრანზე შავი ფონი ჩდება, რომელზეც თეთრი ასოებით სახელებისა და გვარების გრძელი სია იწყებს სვლას. მაყურებელთა 90% თუ მეტი არა ამ დროს დარბას ტოვებს. დღევანდელი დღის რიცხვია 600, რადგან სწორედ ეს არის იმ პერსონალთა საშუალო რაოდენობა, რომლებიც ერთი საშუალო სტატისტიკური ფილმის წარმოებისას საქმიანობენ. როდესაც ჩვენ უყურებთ 2 საათიან სანახაობას, სინამდვილეში ჩვენ უყურებთ 600-მდე ადამიანის კოლექტიურ შრომას. კინოინდუსტრია არის ეკონომიკური ლოკომოტივი, სადაც ერთი მსახიობის უკან დგას ლოგისტიკა და ტრანსპორტირება. ადამიანები, ვინც ათობით ტონა ტექნიკას ერთი წერტილიდან მეორეში გადაადგილებენ. მშენებლობა და დიზაინი, დურგლები, მღებავები და ელექტრიკოსები, რომლებიც მთელ ქალაქებს აშენებენ პავილიონებში. სერვისი და კვება, ასობით ადამიანის ყოველდღიური კვება, ეს არის ცალკეული მცირე ბიზნესი გადასაღებ მოედანზე. აკადემიური ტერმინოლოგიით რომ ვთქვათ, კინოინდუსტრიას გააჩნია მაღალი ეკონომიკური მულტიპლიკატორი. ეს ნიშნავს, რომ კინოში დახარჯული ყოველი $1 დამატებით შემოსავალს უგენერირებს მომიჯნავე სექტორებს, სასტუმროებს, რესტორნებს და საჯარო კომპანიებს. სწორედ ამიტომ მუშაობს საქართველოში პროგრამა გადაიღე საქართველოში და ეგრეთ წოდებული cash rebate სისტემა. მუშაობს ცოტა ხმამაღალი ნათქვამია, მოქმედებს უფრო მიუხედავად იმისა, რომ იყო მასშტაბური პროექტებიც ამ მიმართულებით, თუმცა პოტენციალი ბევრად დიდია, ვიდრე შესრულება. ამ სისტემით სახელმწიფო უცხოური კინომწარმოებლებისთვის დახარჯული თანხის 20-25%-ის უკან დაბრუნებას ახდენს და ეს არ არის ქველმოქმედება, ეს არის ინვესტიცია იმ 600 ადამიანში, რომლებიც ხელფასს საქართველოში აიღებენ და ამ თანხას ისევ ქართულ ეკონომიკაში დააბრუნებენ წესით. ირონია კი იმაში მდგომარეობს, რომ ჩვენ შევეჩვიეთ კინოს აღქმას მხოლოდ გართობის ჭრილში, თუმცა რეალურად ჰოლივუდი იქნება ეს თუ ბოლივუდი, ეს არის გიგანტური სამშენებლო მოედანი, სადაც პროდუქტი არა ბეტონის კორპუსი, არამედ ემოცია. ასე რომ, როცა შემდგომში კინოთეატრში ტიტრების დაწყებისას ადგომას დააპირებთ, გახსოვდეთ, თქვენ ზურგს აქცევთ იმ 600 ადამიანის შრომას, მინიმუმ, რომლებმაც შესაძლოა იმაზე მეტი გააკეთეს ქვეყნის მოშეპოსთვის, ვიდრე თავად ფილმის სცენარმა. კინო არის ბიზნესი, სადაც ხელოვნება მხოლოდ აისბერგის მწვერვალია. საქმეის აღამო დღეს ამით დასრულებულია, მადლობა ყურადღებისთვის. მომავალ შეხვედრამდე.